ყველაფერთან გვაქვს პრეტენზია და პირველ რიგში ეს არის პოლიტიკური საკითხი, მინდა გითხრათ. ეს არ არის რაღაცა კონკრეტული შემთხვევა, რაც ხშირად გვინახავს ძველი ხელისუფლების მათ შორის პირობებშიც და ხშირად გვითქვამს, რომ დღევანდელი ოცნება არის პირდაპირ განაცებული ოცნება. ხო, ეხლა რა მეთოდებითაც სააკაშვილის დროს ხდებოდა ადამიანების გამოსახლება ძალადობრივად, იმაზე უარესი ვიხილეთ მაგალითად დღეს თვალჭრელიძის ქუჩაზე და ახლა სრულიად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელია აი ამ დეტალების შემოყვანა. გამოსახლება ზოგადად რთული პროცესია, ვისი ხელისუფლების დროსაც გეთახმებით, მაგრამ სიმძიმე ახლავს ახლა ეს ვერ იქნება. მინდა ახსნა კარგად. ახლა კალაძემ რაც თქვა რა, რა 9 ოჯახი დიანა, 120 ოჯახი ცხოვრობს. ამ შენობაში ცხოვრობს 120 ოჯახი, ხა ჩვენ 2 თვის განმავლობაში ჩვენი გუნდი, რა ვიცი, ლამის თითქმის ყველა ოჯახს მეც უკვე პირადად ვიცნობ, იმდენჯერ ვართ უკვე იქ ნამყოფი. 120 ოჯახი ცხოვრობს, რამდენიმე შენობაა ტერიტორიაზე. ისინი შევიდნენ დაახლოებით 5 წლის განმავლობაში ცხოვრობენ. იქ საკუთარი ხელით სესხები აქვთ აღებული, გაარემონტეს, კეთილმოაწყეს ელემენტარულ დონეზე, გასაგები, იმიტომ სხვა წასასვლელი არ აქვთ. და შეცდომა რომ დევნილებზე არ არის საუბარი. არ არიან მხოლოდ დევნილები, ესენი არიან დევნილები, ეკომიგრანტები, სოციალურად დაუცველი და ადამიანები და უსახლკარო ადამიანები და ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს იმის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება, რომ ელემენტარული საცხოვრისი კონდეს. ამაზე ხო დახვდებით. ამიტომ კერძო საკუთრებაც არაფერში არ ახლა ვის და ჩვენ გუც ძალიან კარგად ესმის კერძო საკუთრების უფლება, რომ არ არის კერძო საკუთრება. არა, კერძო საკუთრება არის, მაგრამ კერძო საკუთრების დაცვის, ასე ვთქვათ, საბაბით ამ ადამიანების ქუჩაში გამოყრაზე ვსაუბრობ. ანუ კერძო საკუთრების ინტერესი ერთია, მაგრამ სახელმწიფოს შეიძლება ყველა კერძოს რაღაც კერძო საკუთრებაში, რომელიც თავისუფალია, შევიდეს ადამიანი. ანუ ეს არის პრობლემის გადაჭრის ამ ადამიანები იმას კი არ ამბობენ, გვინდა დარჩენა და ფეხს არ მოვიცვლითო. ეს ადამიანები ამბობენ, რომ სახელმწიფომ რამე შემოგთავაზოს. აი ხა დღეს რომ გამოყარეს და ეს მატრასები და ლეიბები და საბნები პირდაპირ ქუჩაში დაუყარეს ამ ხალხს. საწავიდნენ, აი დღეს ხუთშვილიანმა ოჯახმა ღამეს ადგაათენოს. ეს ვისი პასუხისგებლობაა დიდი ბოდიში იმ პირობებში, როდესაც ამ ადამიანებს სხვა თქვენი გადასაწყვეტი რომ იყოს, როგორ მოიქცეოდით? აი წარმოიდგინეთ, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა ხართ. ჩვენი გადასაწყვეტი პირველ რიგში როგორ მოვიქცეოდი დიანა და იქ ვიქნებოდი. აი პირველ რიგში იქ ვიქნებოდი. ახლა სრულიად უპასუხისმგებლოა კალაძის განცხადება თქვით სხვა ნაწილი წაიკითხეთ, მაგრამ თბილი მან თქვა ასევე რომ საერთოდ არ ეხება ეს მერიას, ახლა დიდი ბოდიში ვის ეხება აბა. თბილისის ცენტრში მდებარეობს ეს ადგილი, ეს შენობა. შეიძლება ამ ადამიანების ნაწილი მესმის რომ არ იყოს ჩაწერილი თბილისში, ეგრე კალაძეს არ იყო თბილისელი, ესე ვთქვათ, დაბადებითი და მიწერით, მაგრამ იმდენი ის იყო, ასე ვთქვათ, გამბედაობა თბილისის მერად იყარა კენჭი, ხო? რაშუაშია, რაშუაშია თბილისელი და არა თბილისელი. ანუ აქ არის საქართველოს მოქალაქეები, ეს ყველაფერი ხდება თბილისში, თბილისში ცხოვრობენ. თბილისში არ დაიბადე და არ დაიბადე, რაღაც გამბედაობა სჭირდება, რომ თბილისის მერობაზე კონდეს განსაკუთრებული გამბედაობა ამისთვის საჭირო. თვითონვე თქვა, რომ თბილისელი გამბედაობა იყო. რა ვიცი, იყო ხო, რა ვიცი, თვითონვე ამბობს, რომ ხა თბილისელები არ არიან და ამიტომ არ არის მერიის საქმეო, რეალურად ეს თქვა მან. რომ თბილისელები არ არიანო და ამიტომ არ არის თბილისის მერიის საქმეო. სუმატო 9 ოჯახია თბილისელიო რა და ეხა მე მაგას ვამბობ, რომ არაფერ კავშირში არ არის. მაგრამ თუ ადამიანს სხვაგან აქვს საცხოვრისი და აქ ჩამოდის და თქვა რაღაცას იკავებს 5 წელი აქ ცხოვრობენ, იმიტომ რომ არ აქვს სხვა წასასვლელი. და ეხლა რო გამოდიან და ბოლო 2 დღე რო საუბრობენ, რომ აქ ისეთი ეკონომიკა შევქმნით, რა გინდათ ევროპაში ჩამოდითო და სამჯერმეტი ხელფასი გექნებათო. რა სამჯერმეტ ხელფასი და ეკონომიკურ აღმავლობაზეა საქმე, სახელმწიფოს არ აქვს იმის უნარი და საშუალება, რომ 500 ადამიანს, რომელიც ქუჩაში რჩება, ელემენტარული საცხოვრებელი პირობები დაუკმაყოფილოს. არ არის ცოტა 500 ადამიანი. ნამდვილად არ არის ცოტა და თან იქ არიან ბავშვები, დენიც რამდენი ბავშვია. ეს ადამიანები უკვე მე ამიტომ ვახსენე, რომ 5 წელი იქ რო ცხოვრობ, ეხლა უკვე რაღაცნაირად იქ სამეზობლო ჩამოყალიბდა ეს ადამიანები იქ უკვე ამიტომ არიან ჩემთვის თბილისელები, რაგიტომ არიან გესმით, ანუ ჩემთვის ესენი უკვე თბილისელები იქნებოდნენ, მე რო თბილისის მერე ვიყო ამ ნაწილში დამოკიდებულების ახლა 5 წელი რო ადამიანი აქ ცხოვრობს, აქ მუშაობს, შვილები ყავს, ზოგს მოხუცებული დედა ყავს, ზოგი შშმპირია და ასე შემდეგ. ეხლა ამ ადამიანებს ესე ხელები დაიბანო და როგორც აქამდე ყოველთვის გაუკეთებია კალაძეს, რომ არაფერზე პასუხისმგებელი რო არ არის ახლა ეს ადამიანი, როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს, ხო? ამიტომ ჩვენ რასაც ვიზამდით არის ის, რომ პირველ რიგში ამ დაველაპარაკებოდით ამ ადამიანებს, ეს არის მთავარი. ჩვენ იქ რო დავდიოდით ამ 2 თვის განმავლობაში, ბრიფინგიც ჩაგვიტარებია და სულ მივედით, ვეუბნებით, რომ არაფერი დაელაპარაკეთ ამ ადამიანებს. რაღაც ალტერნატივა შესთავაზეთ, იმიტომ რომ ჩვენ გვეუბნებოდნენ იქ ახლა მამაკაცები არიან კიდე ბევრნი და ამბობდნენ და ესეც მოხდა, რომ ნუ ფიზიკურად დაუპირისპირდებითო და ახლა ნამდვილად არავის არ აქვს იმის სურვილი, რომ იქ რაღაცა ტიპის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდეს, რაც მოხდა სხვა შორის დღეს გივიდა. ამ ხრივ თქვენი აქტიურობაც შეიძლება სადღაც აღქმული იქნას, როგორც ასევე კამპანიის ნაწილად, იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩართული ახლა საარჩევნო კამპანიაში, ძალიან მძიმეში,
პოლიტიკურად საინფორმაციო მის თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ ამ მხრივ არის თავად ოპოზიციურ ფლანგზე სერიოზული გამოწვევები. როგორ უყურებთ თქვენ ამ გამოწვევებს და ამ კამპანიის სიმძიმეს როგორ აღიქვა? მინდა გითხრათ, მესმის თქვენი კითხვის ლოგიკა, თუმცა თვალჭრილის შემთხვევას კამპანიას ბოლომდე ვერ დავაკავშირებდი, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ზოგადად კამპანიის იქ სადაც ხალხს უჭირს და ნუ ბუნებრივია ეს ახლა 2 თვის წინაც ასე იყო და დღესაც ასეა და ყოველთვის ვიქნებით ხალხთან ერთად, იმიტომ რომ სხვა ვილაპარაკოთ კამპანიაზე და წარმოების სიმძიმეზე მოცემული. ნუ კამპანიის პირობები რა თქმა უნდა მძიმეა, ჩვენ ამას არასდროს არ ვმალავდით, პირდაპირ ამბობდით რომ კარგად გვესმის რომ უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ, ეს არ დაგვიმალავს, ეს არ იყო რაღაცა სიურპრიზი არავისთვის, მაგრამ ნუ ჩვენ გააზრებულად მივიღეთ გადაწყვეტილება თავიდანვე, ხო, იცით ეს თქვენ რომ პირველი დღიდან ამბობთ რომ ჩვენ მივდივართ არჩევნების გზით. უთანასწორო პირობებია, კი ბატონო, აი რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა წინააღმდეგობა შევხვდეს, ჩვენ მზად ვართ რომ არჩევნების გზით დაუპირისპირდეთ ოცნებას და დავამარცხოთ ოცნება და გადავიყვანოთ ოპოზიციაში. ეხლა ისიც კარგად გვესმის რომ ადგილობრივი არჩევნების შესაძლებლობა თან ადგილობრივ არჩევნებზე თან ცირედი ოპოზიციური სპექტრის რაღაც ნაწილის მონაწილეობის და რაღაც ნაწილის არ მონაწილეობის პირობებში ეს რამდენად ართულებს ეს თქვენს ამოცანებს. ართულებს ბუნებრივია, მაგრამ ზუსტად მაგას ვამბობ, რომ გართულება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაცაზე უარი უნდა ვთქვა და ბრძოლა არ უნდა განავაგრძოთ. მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენთვის ბრძოლის ეს ტაქტიკა და სტრატეგია არის ყველაზე მეტად მისაღები და ჩვენ ამ ნაწილში ჩამოყალიბებული ვართ და არც კითხვის ნიშნები გვაქვს, არც ყოყმანობთ და არც დაუშვათ სხვა ადამიანების პოზიციები მოქმედებენ და ახდენენ გავლენას ჩვენს პოზიციაზე, ხო? ამიტომ ჩათვალეთ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში შევედით გააზრებულად, როგორც სადაც არ უნდა იყოს ჩვენი ლიდერი, ევროპიდან იბრძოლებს ჩვენთან ერთად, ჩვენ აქ და ისი არ აქვს ამას მნიშვნელობა. ესეც არ არის შემაფერხებელი ფაქტორი, სხვათა შორის არც ლელოსთვის არ არის, როგორც აღმოჩნდა და ძალიან კარგია რომ ასეა. შემაფერხებელი ფაქტორი ის, რომ ლელოს ლიდერებიც ასევე საპატიმროში არიან. ამ ეტაპამდე ასეა ეს გადაწყვეტილება. კი ბატონო, ხო, კი ბატონო და სხვათა შორის ამ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ჩვენ ვართ უკვე გადასული აქტიურ კონსულტაციების ეტაპზე. რაზე გაქვთ ეს კონსულტაციები? რა არის ახლა საკონსულტაციო თემები თქვენ შორის? ძირითადად არის კანდიდატების გარშემო. მერობის კანდიდატზე აი მე ვაჩვენე კომენტარი კალაძის დღეს 2 კომენტარი ჰქონდა, უпростоრად გუშინ ჰქონდა კომენტარი რომ იქნება კანდიდატი, დღესაც ჰქონდა რომ იქნება მაჟორიტარები, სიახლეები იქნება და ასე შემდეგ, თუმცა ასევე ითქვა რომ ერთი კვირით გადაიდო მისი წარდგენა, ეს არ ვიცი ახლა მხოლოდ ტექნიკური საკითხია თუ რაიმე შინაარსობრივ ცვლილებას გულისხმობს, ეს ნახოთ მივადევნოთ თვალყური. ვიცით ყოველ შემთხვევაში მთავარი ოპონენტი ვინ იქნება. ვინ შეიძლება იყოს თქვენი მხრიდან დაპირისპირებული, ვიზე შეიძლება რა ტიპის კანდიდატი შეიძლება შეარჩიოთ თქვენ და ძლიერმა საქართველოს. ნუ თქვენ იცით რომ ჩვენ გაცხადებულად თქვით რომ ჩვენი პრიორიტეტი არის პოლიტიკური კანდიდატი, ანუ პოლიტიკური, მაგრამ აპარტიული, რა თქმა უნდა, ეს კარგი დაზუსტება, რა თქმა უნდა, ახლა პოლიტიკურად ნეიტრალური ვერ იქნება ეს ადამიანი. ანუ არც ერთის და არც მეორე პარტიის წევრი რომ არ იყოს უთანხმოების თემა. კი ბატონო, რომ არ იყოს უთანხმოების თემა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გათვლა. ეხლა ნახეთ, ამ ვითარებაში შექმნილ მდგომარეობაში ხა რთულია ისეთ პარტიულ კანდიდატს დაუჭიროს მხარი მაგალითად სხვა ოპოზიციურად განწყობილმა ამორჩეველმა. ანუ არა გახარია საქართველოსთვის და არა ლელოს ამორჩეველმა, ხო არის? ესეთებიც ახლა ჩვენ ისიც უნდა ვთქვათ, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ არჩევნებში არ მონაწილე პარტიის ამომრჩეველთა ნაწილი შეიძლება მივიდეს არჩევნებზე. სრულად ვართ დარწმუნებული ამაში. რომ ამ პარტიების ამომრჩევლის დიდი ნაწილი, იმიტომ რომ ბოლო კვლევით დიდი ნაწილი გონია. ბოლო კვლევით 30% ისედაც იყო. კვლევითვე იყო 30%, შეგახსენებთ ამას, იაგო კაჭკაჭაშვილის მიერ ჩატარებული. 26% არის ბოლო კვლევით მიდის არჩევნებზე. პროევროპული ოპოზიციის ამომრჩეველთა, ხოლო 40+- არის წინააღმდეგი და კიდე 20 რაღაც პროცენტი ფიქრობს, რომ ორივე ერთად რომ იყოს, მაშინ ჩაერთვება. კი ბატონო, ყოველ შემთხვევაში 1/13-თან ახლოს ვართ, 1/13-თან ახლოს ვართ. და ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების დღე. ხო და ეს არის 1/13-თან ახლოს ხართ არასაერთო ამომრჩევლის, არამედ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის
ეს კიდევ უფრო ამძიმებს. იქ იყო ის მონაცემი, რომელიც აზუსტებდა ბოიკოტის გზით მიმავალი პარტიების ამომრჩევლებსაც და იქ იყო სწორედ ეს სიახლოვე დაახლოებით 30%-თან და ჩვენ დარწმუნებული ვართ, ხა პირადი ჩვენი კვლევებიც ხო გვაქვს, ანუ ურთიერთობები გვაქვს, კომუნიკაცია გვაქვს და როგორც თბილისში, ასევე მთელ საქართველოში და ვიცით კარგად, განსაკუთრებით რეგიონებში დიანა მინდა გითხრათ. რეგიონებში მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი, აპირებს არჩევნებში მისვლას. რეგიონებში სრულიად განსხვავებული სიტუაცია. თუმცა რეგიონებში ოცნებას უფრო ძლიერად აქვს პოზიციები, ვიდრე ეს არის რეგიონებში ოცნებას უფრო ძლიერად აქვს. თბილისში აქვს სუსტად, მაგრამ თბილისში ამომრჩეველს ბოიკოტში ყოფნა, ეს ვთქვათ, ჩემი დაკვირვებით არ ვიცი კვლევა რას ამბობს. თბილისში ალბათ მეტად იქნება გათვალისწინებული აი ამ არ მონაწილე პარტიების სულისკვეთება გადავა მათ ამომრჩეველზე მეტად ვიდრე რეგიონებზე გეთახმებით, მაგრამ ყველა პარტია რო წასულიყო ბოიკოტის გზით, თქვენ მერე გენახათ ოცნების შედეგები. იმიტომ რომ მივიღებდით ვითარებას, როდესაც ოცნება შეძლებდა და რეგიონებში ეს de facto შესაძლებელია, მოდი ასე ვთქვათ, თუნდაც 100%-იანი საკრებულოს. თუნდაც პირადი ურთიერთობების გათვალისწინებით, ახლა მეზობელია, ბიძაშვილია, ნათესავია და ეუბნები ახლა მაინც არ მონაწილეობს შენი პარტია და აი ძალიან მარტივად ხსნი და მოდი ახლა დამიჭირე მხარე. აი თუნდაც სულ არ იძალადონ და არაფერი ცუდი არ გააკეთონ, მარტო ელემენტარული პირადი ურთიერთობებით შეეძლოთ მათ ოპოზიციური პარტიების რომ თუ დარჩებოდა ყველა ბოიკოტში, ძალიან დიდი ნაწილი ასევე წაიყვანათ თავისკენ და მერე გენახათ თქვენ შედეგების სხვათა შორის გაყალბების გარეშე. და ამიტომ ამაზე საფიქრალია, ამიტომ ამბობთ ჩვენ რომ ბოიკოტი ვერ იქნება ის გზა რომელიც მიგვიყვანს. ანადოლიძის გადაწყვეტილებამ ეხლა გაართულა თქვენი ფლანგი, კიდევ უფრო დაასუსტა თუ არ იყო განსაკუთრებული მოლოდინი ამ ხრი? არ ქონია ჩვენ არანაირი განსაკუთრებული მოლოდინი. თუმცა მისი არგუმენტების რამდენად გესმით? მით უფრო მაშინ, როდესაც მან დააზუსტა რომ ის არ უერთდება არღებულობს არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ არაპირებს შეუერთდეს ოპოზიციონერთა რიგებს, ხო, ასე თქვა, ასე გავიგეთ ჩვენ და ნუ შესაბამისად ეს არ გონია რაღაც განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ჩვენთვის მთავარი დიანა არის შემდეგი რამ. ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველს ჩვენ ვიცნობთ, ჩვენს ამომრჩეველს ვიცნობთ, ჩვენი ელექტორატი კონკრეტულად ჩვენი პარტიის იცნობთ, საინტერესოა, იცი რატომ გეკითხებით, იცნობთ თუ არა, იმიტომ რომ წინა არჩევნებზე სხვაგან იყო მეტად თქვენი ამომრჩეველი, უფრო რეგიონული ფაქტორი მუშაობდა, ხოლო ახლა ამ არჩევნებზე თბილისში არის გაზრდილი, დიდად. არის გაზრდილი. ანუ რაღაცნაირად, არ ვიცი რა ქვია ამას პოლიტექნოლოგიურ ენაზე, მიგრაცია თუ რაღაცნაირად შეიცვალა თქვენი საბაზისო ამომრჩეველი. ადრე სამეგრელოში იყო. არ მარტო სამეგრელო აჭარა ლიდერობდა. ხო, მაგრამ რაღაც რეგიონალური ფაქტორი იყო და ახლა უკვე თბილისის ფაქტორი ჩაერთო. თბილისის დამოკიდებულება, თბილისში ოპოზიციური ამომრჩევლის დამოკიდებულება მონაწილეობა არ მონაწილეობის თემაზე რამდენად გაქვთ ამ ხრივ ინფორმაცია? გვაქვს, იმიტომ რომ კიდევ იმეორებ ჩვენ რო ვთქვი რომ ვიცნობთ ჩვენს ამომრჩეველს, პირველ რიგში ის ვთქვათ რომ რეგიონში ჩვენ ასევე გვექნებოდა ზრდა, რომ არა ოცნების ეს ძალადობრივი საარჩევნო კამპანია რაც იყო, ხო, იმიტომ რომ მაშინ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ ნუ იქ ახლა გადაბირებით, სუსით, ძალადობით, მოსყიდვით და მთელი უბედურებით მათ შეძლეს მათ შორის იგივე სამეგრელოში რომ მაქსიმალურად პირდაპირ იყო მათი ასე ვთქვათ სამიზნე ჩვენი გუნდი და ნუ მაქსიმალურად შეემცირებინათ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა. ასე რომ მე დარწმუნებული ვარ რომ ყოფილიყო თავისუფალი გარემო, როგორც თბილისში ქონდა. თბილისში ეს კიდევ ვერ შეძლეს, ანუ ამის თქვა მინდა და როგორც თბილისში ქონდა ზრდა და ახლობით ისეთი ზრდა გვექნებოდა რეგიონებშიც და მათ შორის არ მხოლოდ სამეგრელოში. და დაუბრუნდეთ თბილისელებს, ახლა კიდევ ვიმეორებ, რომ აი დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ხო, 24 ივლისია თუ არ ვცდები. არჩევნების რაც უფრო მეტად მოახლოვდება არჩევნები, 24-ია. კი ბატონო, რაც უფრო მეტად მოახლოვდება არჩევნები, არჩევნებზე წამსვლელთა რაოდენობა მით უფრო გაიზრდება. საინფორმაციო ომი არის თუ არა, ომი შეიძლება მძიმე სიტყვა, მაგრამ მე მგონი ზუსტად ასახავს იმ ვითარებას, რაც ხდება ახლა ამ ფლანგზე, მათ შორის სოციალური ქსელი, როგორც ამ განწყობების საუკეთესო მაჩვე სარკე. არის თუ არა ანტისაარჩევნო? არის თუ არა ანტისაარჩევნო დაბრკოლება ჩვენთვის? არა. აი ამ საინფორმაციო ომში ლიდერობს თუ არა ბოიკოტის მომხრეთა პოზიციები. ანუ ისინი უფრო ძლიერად ხომ არ გამოიყურებიან. შეიძლება ეს არის რაღაც უფრო ხმამაღალი და ვიღაცა შეიძლება დუმს, მაგრამ აი ესე აკვირდებით რა ქსელებს, ეთერებს და ასე შემდეგ.
ფიქრობ თუ არა რომ ამ ხრივ აქ არის წინააღმდეგობები? წინააღმდეგობები არის, დიანა, რა თქმა უნდა არის და მით უფრო მაშინ იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა ოპოზიციაში გაეგრძელებინა ყოფნა, ხო? ანუ ეს არის წინააღმდეგობა და არ არის სასურველი. ჩვენ ხო ამბობდით რომ ოპოზიციაში კი რა ისინი უბრალოდ საკმაოდ აგრესიულად შეიძლება, მაგრამ თავიანთ პოზიციებს იცავენ როგორც ხელისუფლებასთან ბრძოლის საუკეთესო გზას. მესმის ეს არის მათი არჩევანი, თუმცა ჩვენ უნდა შევახსენოთ მაყურებელს რომ ჩვენ დღემდე მიუხედავად ჩვენს მიერ არაერთ გზის დასმული კითხვისა, პასუხი ვერ მოვისმინეთ თუ რა გეგმა აქვთ მათ ბოიკოტის შემთხვევაში და როგორ რა გეგმა გაქვთ მონაწილეობის შემთხვევაში? მონაწილეობის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს გეგმა, ჩვენი მთავარი სამიზნე არის ოცნების ელექტორატის დასუსტება და შემცირება. დიანა. ეხლა ჩვენ აქამდე სულ ლაპარაკობთ ყოველთვის ოპოზიციურ ამორჩეველს, მაგრამ გვავიწყდება ოცნების ამორჩეველი. ჩვენ ხო ამბობთ იმას რომ ოცნებას გვავიწყდება, გიორგი, ეს უნდა იყოს მთავარი სამიზნე, რომ ოცნებამ თუ არ დაკარგა ის ამორჩეველი რომელიც შეიძლება სტატუს კვოს შენარჩუნების მიზნით, ზოგისთვის ომის და მშვიდობის ფაქტორების ან ზოგისთვის ალტერნატივის მკაფიოდ ვერ დანახვის გამო სხვაგვარად წარმოუდგენელია აი ამ რეალობის შეცვლა და ეხლა ყველა ისე იქცევა რომ ისინი ჩემი დაკვირვებით საკუთარ რაღაც ქორ ამომრჩეველთა ბაზას ინარჩუნებს, მაგრამ ეს არის თუ არა გზა გამარჯვებისკენ? ეს არის ალბათ კითხვა, რომელზეც ანალიტიკოსებმა მეტი უნდა იმსჯელონ. აი ზუსტად აბსოლუტურად სწორად თქვი დიანა, რა ნამდვილად ჩვენი მთავარი სამიზნე ახლა არის ოცნების ამომრჩეველი, რომელსაც დღეს, ну ყოველ შემთხვევაში დღემდე, ასე ვთქვათ, ოქტომბრამდე. ხო, შეიძლება ეს 5 ნომრის ამომრჩეველს არ გათვალოს ამაზე, მაგრამ თქვენ ყველაზე ახლოს ხართ იქედან წამოსულთათვის. ახლოს ვართ, იმიტომ რომ ეს ადამიანები დღეს უკვე მარტივად აკეთებენ არჩევანს, ხო? ესენი ხო უკვე თავად წდებიან ოცნებას. ჩვენ რომც არ ვიმუშაოთ მათზე, ასე ვთქვათ, და არ დავარწმუნოთ, რომ ოცნება არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა და მათთვის ხმის მიცემა აღარ შეიძლება. ისედაც ხომ არის ძალიან დიდი ნაწილი. ეს მოწყვეტილი რაღაც კალათაში ხომ და ჩავარდეს და ამიტომ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს თქვენი მონაწილეობა არის კალათის შეგებება ამ ჩამოვარდნილ. ამ ეტაპზე ეს გამარჯვებაა, მოდი ესე ვთქვათ, აი თქვენ ხო თავიდან იკითხეთ, რომ ამ პირობებში უთანასწორო ბრძოლაში ხარ, რა გამარჯვების იმედი გვაქვსოთ. ჯერ ეგერთი ადგილობრივი თვითმმართველობის გამარჯვებაზე მე ვფიქრობ რომ ამ ხრივ რაციონალიზმი თუ სიმართლის თქმა არის ის რომ ეხლა ამ მოცემულობაში ამ სისუსტის და სხვადასხვა ობიექტური მოცემულობის ფონზე ეხლა გამარჯვებაზე ლაპარაკი ცოტა იქნება მაყურებლისთვის რაღაცნაირად ნაცრის შეყრა, არ ვიცი, ასე ვთქვი. ნახეთ, აი 26 ოქტომბერს ეგზიტ პოლები რო გამოცხადდა და ყველანი ვიდექით ეკრანებთან და ველოდებოდით ეგზიტ პოლების შედეგებს, ხო? მე ისეთი რაღაც მოხდა, რომ ეს არავის აღარ ახსოვდა, მაგრამ თუ გაგახსენებთ, რომ გემახსოვრება თქვენს 44% დადო მიუკერძოებელმა ყველაზე სანდო ერთ-ერთმა კვლევითმა ორგანიზაციამ ეგზიტ პოლების შედეგი. ოცნებას 44. აი ეს 6 საათის მონაცემი იყო, სხვათა შორის 8 საათ, არა, 8 საათზე გამოაქვეყნა 6 საათის მონაცემი და დღემდე მაქვს კითხვა 8 საათის მონაცემი რატომ არ გამოაქვეყნეს, იმიტომ რომ მე მაგალითად არ მინახავს ედისონის 8 საათის მონაცემი. თქვენ გინახავთ? ხო, კი, მოხმოშხოში ეს 42. არ მახსოვს, შეიძლება ვწდები ეს 8 საათი, 6 საათი აურია, მაგრამ ამბობენ რომ დრო შეიძლებოდა, ხო, მოდი 40 ვთქვათ. ანუ მათი აღიარებითაცვე ამბობთ, კი ბატონო, გუშინ ჩემ ეთერში ამბობდნენ 30% აქვსო და კი ბატონო. მინდა მივიდე ორი წამი მომეცით. ნახეთ, 40 ქონდათ. ანუ რეალურად ქონდათ, ხო? და ამ 40 იმსახურებენ, არ იმსახურებენ არანაირად. ეს უკვე 30 აქვს. თქვენი ამოცანა გასაგებია, მადლობა. მადლობა.